ორდღიანი გადაუღებელი წვიმის შედეგად გურიაში რამდენიმე სახლი დაიტბორა, დახოცილია შინაური ფრინველით. ჩემი კოლეგა ნათია რუყვა ისაუბრებს პირდაპირ ეთერში. ნათია, რა ხდება ამ წუთებში გურიაში, როგორც კადრიდან ვხედავ, გამოიდარა? ამ წუთებში გურიაში უკვე აღარ წვიმს, გამოიდარა, თუმცა ორდღიანი გადაუღებელი წვიმების შედეგად რამდენიმე სოფელში მეწყერი ჩამოწვა. ფაქტობრივად სოფელ ნატანებში მეწყერის შედეგად 6-სულიანი ოჯახი უსახლკარო დარჩა და სტიქიის ზონაში ამ დრომდე რჩებიან სამაშველო სამსახურის ბრიგადები. დილის 4 საათი იყო, ოთახში გვეძინა და მეუღლე გამოვარდა უცბად. მე ამ ოთახში ვიწექი და ჩქარაო გამოდით გარეთ, მიწამოდის უკნიდან. მე უცბად დაბნეულებიც ვიყავით, ვერაფერი ვერ მოვახერხეთ, რაც გადარჩა, დანარჩენი ძვირადღირებული რა მქონდა, რაც პატარაში, ყველაფერი მეზარალ. მიმდინარეობს წყლის ამოტუმბითი სამუშაოები ამ წუთებში. სიტუაცია სტაბილურია. ასევე წერმაღალის დასახლებაში ავთანდილ გულიაშვილის ოჯახი იქნა დამეწყრილი და მაშველების მიერ გამოყვანილი იქნა გულიაშვილების ოჯახის 6 წევრი და გადაყვანილი უსაფრთხო ადგილას. გურიის სამაშველო სამსახურების გარდა გურიის სტიქიის ზონაში ამ დრომდე რჩებიან აჭარისა და თბილისის შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების ბრიგადები. სტიქიის ზონაში ასევე იმყოფება ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია, რომელიც ამ წუთებში ურეკში დაზარალებულ მოსახლეობას ხვდება. სახელმწიფო ბიუჯეტიდან ჩვენ დავეხმარებით ადგილობრივ თვითმმართველობას, რომ შესაბამისად მოხდეს მთლიანად სტიქიის შედეგების ლიკვიდაცია. თუმცა ფაქტი არის ის, რომ ჩვენ პრევენციული ღონისძიებებიც უნდა დავიწყოთ მასშტაბური პროგრამა საქართველოში მომდევნო წლისთვის და წელშემოდგომაზე გავაკეთოთ პროექტირება ყველა მუნიციპალიტეტში, რომელიც ითვალისწინებს წყალგამტარი სისტემების ანალიზს, მათ გაწმენდას და ასე ვთქვათ პრევენციულ ღონისძიებებს, რათა პერიოდულად წვიმების დროს საქალაქო ტიპის დასახლებებში განსაკუთრებით არ დადგეს დატბორვის პრობლემა. მინისტრ დავით ნარმანიას განცხადებით ამ წუთებში თბილისიდან გურიაში უკვე მოდიან სპეციალური მობილური ჯგუფები, რომელიც ურეკში შეამოწმებს წყლის ვარგისიანობის ხარისხს და ასევე არის შექმნილი სპეციალური კომისია, რომელიც გურიაში სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს ითვლის, ჯერჯერობით ზარალის ოდენობა უცნობია. დიდი მადლობა, ნათია როყვა საუბრობდა პირდაპირ ეთერში. გურიაში საავტომობილო გზების სტიქიის შედეგად არ დაზიანებულა. ამის თაობაზე განცხადებას საავტომობილო გზების დეპარტამენტში აკეთებენ. მათი ინფორმაციით გაწმენდითი სამუშაოები გზებზე მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. გზებზე გადაადგილებისას სერიოზული შეფერხებები არ ყოფილა. მოძრაობა რამდენიმე საათის განმავლობაში შეფერხებული იყო მხოლოდ რიკოთის უღელტეხილზე. ამის მიზეზი დამსვენებლების დიდი ნაკადი იყო, რომლებმაც უამინდობის გამო საკურორტო ზონა დატოვეს. დამსვენებელთა ძალიან დიდი ნაკადი ავტომობილებით დაეძრა უკვე წამოვიდა უკან თბილისისაკენ, რამაც გამოიწვია დიდი რაოდენობით ავტოტრანსპორტის გადმორთვა რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე. შესაბამისად, მან მიმდინარეობდა გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოები ერთ-ერთ ხიდზე. აღნიშნულმა ნაკადმა და შესაბამისად ბრძოლების მხრიდან მოძრაობის წესების დაუმორჩილებულმა გამოიწვია შეფერხებები. დეპარტამენტის ბალანსი რიცხული სხვა მიმართულებით, ყველა მიმართულებით ჩვენ ავტოტრანსპორტის მოძრაობა გვაქვს შენარჩუნებული და შეუფერხებელი.